ეს დღეც დადგა ირაკლი კობახიძემ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შერჩევით, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ყველას პროევროპელსაც და ოცნების კარზე მიღებულსაც. ბიზნესის წარმომადგენლებსა და არალეგიტიმურ პრემიერს შორის შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართულ ოცნებასთან დაახლოებულები ცხადია თვითგამოცხადებული ხელისუფლების მესიჯბოქსი მეორებდნენ. ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ ისიც თქვა, რომ 12 წელია ქვეყანამ და ბიზნესმა დაისვენა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ის განიხილება მომავალ არჩევნებში მერობის კანდიდატად და კალაძის შემცვლელად. ნამორაძე VR ჰოლდინგის დამფუძნებელია, რუსული კანონის მხარდამჭერი და ოცნების მსხვილი შემწირველი. მას 2016 წლიდან მეუღლესთან ერთად ქართული ოცნებისთვის 270,000 ლარი აქვს შეწირული. ბიზნესისა და ქვეყნის სიმშვიდეზე საუბრობს ბიზნესმენი, რომელიც დედაქალაქში მასშტაბური მშენებლობების პრობლემურ ნებართვებს გამარტივებული წესით იღებს. ბიზნესმენი, რომლის გამოც ოცნების კლანურმა სასამართლომ შერჩევითად შეცვალა წლების წინადელი განაჩენი. არავითარი ხელახალი არჩევანი, ნახეთ 12 წელია ბიზნესმა დაისვენა, დამშვიდა, დაწყნარდა, აწიოკება აღარ არის. კარგი მოცემულობა იყო 12 წელი. ეხლა აღქმების, ზოგზოგიერთების აღქმების საფუძველზე რომ თურმე ჩვენ შევდივართ რუსეთში თუ სადღაც მსგავსი, მათ შიში აქვთ იმისი, რომ ვაიდა რამე შეიცვალოს, ხო? ვაიდა რამე შეიცვალოს, მათ პასუხს მოთხოვენ. არ აწიოკებენ ბიზნესს, არ ართმევენ ბიზნესს არავის. აი, ეს არის რეალობა. მაგას ყველა ხედავს. თუმცა არის ყველაფერი მასშტაბურად შესახედი. არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრას საინტერესოს უწოდებს ტავ-ჯორჯიას გენერალური მენეჯერი და ამბობს იმასაც, რომ პრემიერისგან ბიზნესმა კონკრეტული პასუხი მიიღო. მათ შორის ისიც, რომ პოლიტპატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიან. არადა რეჟიმის ტყვეების უმეტესობა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და მათ დაკავების ვადა ისედაც მალე ამოეწურებათ. ქვეყანა სჭირდება და ჩვენს ბიზნეს ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი ის, რომ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პატიმრების გათავისუფლებაზეც თქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. გაურკვეველია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული აქტივისტების ბედი, რადგან გათავისუფლების დათქმის პარალელურად ითქვა ისიც, რომ გავრცელდება ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მათ ბედს განსაზღვრავს. დაკვირდნენ, რომ აჩვენებენ რა დანაშაული კონკრეტულად, იმიტომ ვიდეო ჩანაწერები არსებობს, რომ როგორი დანაშაული და რომ დაინახოს საზოგადოებამ, თუ ვინმეს არ გაუშვებენ, უნდა იყოს ყველა ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის მისაღები მიზეზით დარჩეს ციხეში. ლაშა პაპაშვილისგან მოვისმინეთ აღიარებაც, რომ ქვეყანაში ახლა ეკონომიკური კრიზისია და რომ ქვეყნის ეკონომიკა როგორმე უნდა გადარჩეს. ფაქტია, რომ ტურიზმი შემცირდა, რესტორანი არ არის. არ მუშაობს. პასუხი ესმით, ვერ რისკები რომ უდიდესი არის, იმიტომ არ ვიკრიბები, თორე არ შევიკრიბებოდი საერთოდ. უდიდესი რისკების წინაშე ვარ ქვეყანა. კონკრეტულესი ნაბიჯია, რომ აი გვეძებოთ ერთობა ვერ ხედავს უმრავლესობა, რომ ეს მთავრობა შორდება ევროპას, თორე რუსეთში ჩვენ ვერ გავყვებით ვერავის. უკან აღარ მინდა რუსეთი. შესაძლოა ოცნების გარის ბიზნესმენებისთვის დღეს ქვეყანა დასვენებულია და ბიზნესი თავისუფალი, თუმცა იმ ასობით 1000 პროევროპელი დემონსტრანტისთვის, რომელიც უკვე თითქმის მთელი თვია ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას, არა. ასე არც იმ ბიზნესმენებისთვის არის, რომელიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას უერთდებიან. თვითგამოცხადებულ პრემიერს ასეთებიც შეხვდნენ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ორი მთავარი მოთხოვნა: რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. მათ კობახიძეს უთხრეს, რომ ევროპა საქართველოს ალტერნატივო არჩევანია და რომ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის თუ კი ვითარება სასწრაფოდ არ გამოსწორდება. ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმართმასპინძლობის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ასე გარკვეული სექტორები და პერსპექტივა არ ჩანს. მე ვფიქრობ, რომ მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, იმიტომ შეუძლებელია ესე ცხოვრება. ხო, შეიძლება არჩევნები იყოს ამისის გამოსავალი ერთ-ერთი. კონკრეტული აზრები გამოთქმული ამ აცხადებული შეცვლილი კურსის შესახებ და რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული და ეს რომ რუსეთის დისკუსია ასხავს წყალს, ასე ვთქვათ, და კრიზისთან გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ თავისუფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძლიერის მხრიდან გამომდინარე, ეს არის პირველ რიგში განთავისუფლება
დაკავებულების და ხელახალი არჩევნები. ფორმულას წყარო უყვება, რომ ახალ არჩევნებზე საუბარი შეხვედრაზე ფაქტობრივად არ შედგა, რადგან თემაზე საუბარი პრემიერმა მოკლედ მოჭრა და თქვა, რომ არჩევნები არ დაინიშნება. არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ არჩევნებში გაიმარჯვა მართლმა პარტიამ. ახალ არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი. შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს, რის გამოც ბიზნესთან მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. მისივე შეფასებით ყველაზე მეტად რაც საზოგადოებას და ბიზნესს უხებს პოტენციური იზოლაცია, თუმცა დავითაშვილი იზოლაციის რისკს გამორიცხავს. გულწრფელი ვარ რომ ვამბობ რომ დღეს რა თქმა უნდა შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის დიალოგი, როგორც დღეს იყო მათ შორის ბიზნესთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია, ხო? ჩვენ გვინდა რომ დასტაბილურდეს პროცესები იმისთვის რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. აქედან გამომდინარე ამის ერთადერთი ალბათ გამოსავალი არის დიალოგი. ადმინისტრაციაში არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს მსხვილი და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი შეხვდა. ბიზნესის ნაწილმა ჩათვალა, რომ შეხვედრა დროული იყო. დღესვე გახდა ცნობილი, რომ შეხვედრა კრიტიკული აზრის მქონე ბიზნესმენებთანაც შედგება, როდის და რა ფორმატში ჯერჯერობით უცნობია.